გამარჯობა და მხოლოდ გამარჯობა ყველა ქართულ საქმეში. მე თემო ორბოკელავაძე და მინდა ძალიან მარტივ ჭეშმარიტებაზე გესაუბრო. იცი რატომ გვყავს ამდენი იმიგრანტი? იმიტომ რომ ქვეყანაში მაღალი ანაზღაურებადი სამსახურები არ გვაქვს. იცი რატომ არის პენსიები დაბალი? იმიტომ რომ მაღალი ანაზღაურებადი სამსახურები არ გვაქვს, რადგან პირდაპირ დამოკიდებული იქნებოდა პენსიების ზრდაც. ანუ მე ვიძახი იმას, რომ ეს ყოველივე ჯაჭვად არის ერთმანეთზე დამოკიდებული. ამიტომაც მე ვითხოვ, რომ 1999 წლის შემდგომ დაკანონებული მინიმალური თვიური ანაზღაურება 20 ლარის შეიცვალოს მინიმუმ 800 ლარით. მაგრამ 800 ლარის ჩაწერის შემთხვევაში ჩვენ 300 მაქსიმუმ 350,000 ადამიანს უზრდით ხელფასს. მაგრამ ეს არ არის საკმარისი. მე ვითხოვ, რაც მთავარი არის მინიმალურ საათობრივ ანაზღაურების დაწესებას საათში მინიმუმ 8 ლარს. რაზეც პირდაპირ გეუბნებით სტატისტიკებზე დაყრდნობით 1,150,000 ადამიანს მინიმუმ 5, მაქსიმუმ 59-60%-ით ეზრდება ხელფასი. მე არ ვიძახი, რომ 800 ლარი საკმარისი ან 8 ლარი საკმარისია საათში. უბრალოდ ჩვენ მინიმალურ უნდა შევძლოთ, რომ შემდგომ დომინოს პრინციპით მიყვეს ყოველივე. როგორც ხელფასების ზრდა, ასევე პენსიების ზრდა. ასევე ჩვენი ძვირფასი ემიგრანტების დაფიქრება უკვე დროა საქართველოში ჩამოვიდნენ და ჩემო ძვირფასო ემიგრანტებო ჩამოდით გთხოვთ საქართველოში მესმის რომ ძალიან ძნელია ამ ქვეყანაში ცხოვრება მაგრამ ჩვენ თუ ერთად არ შევცვალეთ და ამიჯერეთ მოქმედი სახელმწიფო თუ მოქმედი ოპოზიციური ეგრეთ წოდებული ძალები ჩვენს ქვეყანას ვერ დაალაგებენ თუ საზოგადოება ჩართული არ არის თავადვე ამ პროცესებში როგორც არის ქვეყნის უკეთესი კეთილდღეობა ამიტომაც მაქსიმუმად ამ ყველას გთხოვთ, გაანალიზოთ რაზე ვსაუბრობ, გადააზიაროთ, გაავრცელოთ ეს ვიდეო, გაწევრიანდეთ და მოიწვიოთ მეგობრები პროექტი არა მონობა, ჯგუფი მოძებნეთ Facebook-ზე და დამეხმარეთ რაც მთავარია ხელმოწერების აგროვებაში. ერთად მოვითხოვოთ მინიმალური თვიური 800 ლარის ანაზღაურების დაკანონება, ხოლო მინიმალური საათობრივი ანაზღაურება 8 ლარის დაკანონება. მადლობა ყურადღებისთვის.